კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დღეს არის 28 იანვარი, მოყვანილი ყავს 300 არაგველზე მიკედლებული ბალონკის მეტისი, რომელიც არის უსინათლო და მივიღეთ, მქონდა ვენერიული სარკომა, გავუკეთდა 6 ქიმიის გადასხმა, სარკომა აღარ აქვს, ამ მხრივ გამოჯამთელდა, თუმცა ბოლო ქიმიიდან 2-3 წელში შემომჩნიეთ სისხლიანი გამონადენი და ისევ მოვიყვანეთ გადამოწმებაზე. შინაგანი ორგანოები ყველაფერი წყობაში აქვს, სიმსივნის კვალი არ აქვს, ეს სისხლიანი გამონადენი იყო უბრალოდ ერთჯერადი კუჭანწლავის გაღიზიანება, მოგწეს ახლა პროფილაქტიკური მედიკამენტები, გავუკეთებთ თავშესაფარში და უკვე აღარ აქვს ეს პრობლემა და წესით აღარც ექნება. თვალებსაც შეეხება, კიდევ ერთხელ შევამოწმეთ ქიმიების შემდეგ, სამწუხაროდ ისეთი დაზიანება აქვს თვალების, რომ გამოხედვის შანსი არ არსებობს.